გაუმარჯოს. დღეს მშვიდობის სალავით და გაუმარჯოს და გაუმარჯოს. ეს არის პერანგი, რომელიც დავიწყე გუშინ და ვერ დავასრულე. ნახეთ. საყვარელი. მამაშვილი, ეს მზად არის და ეს არ არის ჯერ მზად. კონტურები აკლია, თეთრი ფერი აკლია, შავი ფერი აკლია. კიდე ეს. და უკან არის რამდენად აღიქვათ. ეკთანი უნდა იყოს გვირგვინით თუექი. წავიშალე მანიკურები, ჭხილის გაკეთებას არ ვაპირებ. მათინა ჭხილი რომ გავიკეთე, უბრალოდ მინდა რომ მანიკური წავისვარო. ისევ და ისევ ისქნას რა. ცოტა ხანი გამძლეობა შემიმატოს თორე. დილით ვერ აკარგი იყო, სანამ წავიდრე, მტრებიც გადავწმინდე რაღაცა. გუშინ მინდოდა ყველაფერი, მაგრამ გუშინ მყავდნენ სტუმრები. გუშინ გუშინ მყავდნენ დანიელი და ნინა. ჩემთან იყვნენ სადღაც 1 საათნახევარი დაახლოებით. გამძვრა. ხო და არაფერი აღარ გამიკეთებია, რომ დანიელს მეჯექი რა. ნაირად ხართ. ნანასავით მობრეცილები. ნანა რო იტყვის ხოლმე მობრეცილები ხარ. მოღუნულები. გავაცილე ყველანი სკოლაში. ალაგ-ალაგ ფრჩხილი მაქვს მომტვრეული და თქვენის ნებართვით ესე ვიზავ, თორე ან ეს უნდა გავაკეთო, ან ვიდეო ჩავწერო. მარტო ვიდეო რო ჩავწერო, ეს თვად გამიუბედურდება მე, ეგეც არ მინდა. მარტო ეს რო გავაკეთო, ვიდეოს ვერ ჩავწერ. ამიტომ არაფერს განსაკუთრებულს არ ვშვები, უბრალოდ აქ კედელს წავარტყი წეღან და დავტესტო მედება თუ არა. გუშინ მესამე ვიდეოც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვედი. რა ვიცი. სხვა შორის მესამე ვიდეო სანამ დაიწყებოდა ეს რა, სანამ ჩავწერდი რაღაცა უკვე შევატყე რომ ისა აი ბატარია რო გიჩდება ნენერა, ხო იცი, აი მაგ განწყობით ვიყავი უკვე ნენერა, მაგრამ არ გავჩერდი, მივედი ბოლომდე, მეთქი ის დავხატე და ერთი ნახატი დავამთავრე, დავხატე. თან რას უყურებდი ტრადიციულად რა დავიწყე თუ მიხვდებით აბა ყურება. სამეფო კარის თამაშები. თან მე დრო მაკარგვინებს ხოლმე, როდესაც საჭმელი არ არის გაკეთებული და რომ იმაში დროში უნდა ჩავჯდე, რომ სადამ მოვლე და გუშინ მართლა მასე შევწვი კარტოფილი, რომ უკვე რომ უნდა გამეთიშა, მაშინ მოვიდნენ. წინაც წავისვი იოდი ფრჩხილებზე და პირველი პირი მალე ჩაშრა, მეორეც. ეხა ოდნავ მოყვითალო ფერი მაქვს. გულით ავადმყოფს ავგებარ. კაცო, ეს დღეები მხდება ვიდეოები რა მაგა. აი ეს უბრალოდ შევიკარი, რომ შორერას ნერვები არ აშლოდა და თვალზე ხელი არ მომეკიდა. თორე ნერვოზია გაქანებული. კაცო, ეს დღეები რაღაცა ვიდეო შევხვდა, რომ გოგო ამბობს ესეთ რაღაცას თან სიცილით, რომ მეგონაო, რომ მთელი ცხოვრებაო ლაქტოზაზე მქონდაო ალერგიაო და თურმე სკლინტზე მქონია ალერგიაო. ვერ მივხვდი. ყოე ხა იცი კომენტარებში შევედგეთ. მე მხვდებოდა, რომ რაღაცა სკლინტი, ზოგი სკინტლიო. რა არის სკინტლი? თქვი მამა პაპურად სკლინტი. აი ეს სკინტლი. რა სკინტლი? კალო სკლინტია. რა მე სულ სკლინტი ვიცი. ვიდეოს უნდა დავაწერო სადაურად სკლინტი. ვერ ხვდებოდი რა ხომშვიდობა გქონდათ, რა იყო რა ხდებოდა და მე მხვდებოდა კიდე რომ რძის პროდუქტს აშკარად რძესთან იყო ასოცირებული, რომ რაღაცა ლაქტოზაო რაღაცა. ვერ შემხვდა რომ ისა
რძეს ღვრია და აწერია რომ გეგონა რძეს ვსვავდითო თურმეო სკინტლს ავჭამდითო სკლინტი ქალო სკლინტი სკინტლი სვეცკურად არის სკინტლი ვა კაცო დამაინტერესა მთლად ავდექი და დილას დავგუგლე რომ სრული ინფორმაცია გამეგო რომ სად გამოვჭი არა და რა ვიცი უხელში მეჭირო ტელეფონი და ეგ ინფორმაცია როგორ გამომრჩა სავარაუდოდ იცი როგორ გამომრჩა ყველანაირი ტელევიზიების სოციალური გვერდები მაქვს არა მაქვს გამოწერილი ანუ იმედები რუსთავები და ასე შემდეგ საერთოდ და როდესაც ტელევიზიაში რაღაცა გაშუქდება ხოლმე მე იქაც ხო იმოშვებიან წერე სოციალურ ქსელში და არ მომდის რა იმიტომ რომ მე მგონი დავბლოკე რომ ძალიან აქ რო არ უყურებს საშინელებებს და იქ რომ მაინც თვალებში გიგდებს ხო და ამომიგდო Google-მა რომ თუ არ იცი თქვენც გეტყვით მოკლედ რძის ქარხანა თუ საწარმო თუ რაღაცა რო არის სადაც ეს ყველაფერი კეთდება მაწონი რძე ხაჭო და ასე შემდეგ მოკლედ აი ბებოს ვიცი როგორ არის ნატურალური სოფლის პროდუქტი რო კეთდება სოფლის პროდუქტი რო კეთდება ნატურალური ქარხანაში აი მაგას გეუბნებით თურმე ყიდულობე და საიდანაც ნაწილდება მე სხვადასხვა რძის საწარმოში ანუ თავარი რძის მიმღები პუნქტი ესე ვთქვათ ჩვენთან მაგას სარძევეს ეძახდნენ ხოლმე მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული და დღემდე შემორჩა ეგ სახელი იმ ადგილს ანუ ყველაზე დიდი სახელი და გვერდს ეწერა სხვა შორის იმ კაცის რაღაცა გიორგი რაღაცა მოკლედ საიდანაც მე სხვადასხვა რძის საწარმოში ნაწილდება რძე მოკლედ იმ ვიღაცას გამოუვლია ეგ ჩირინაში ბიო-ბიოსი რო არის ჩირინა ხო ეგენი ხო ერთი საწარმოა რაღაც ეგრე ვიცი მე თითქოს სადაც ქათამი და კვერცხი და რაღაცეები გამოუვლია და მოდიო წავიყოლებო სკინტლსაო ჩვენთანო ძროხებთანაო და წაიყოლა სკინტლი ჩემებურად სკინტლი და იმათებურად სკინტლი და თურმე სკინტლსას მეც უკვე მივეჭე სკინტლს აჭმევენ ხალხნო ძროხას ებს და არ ვიცი ახლა მე ძალიან ექიმის ენაზე ვერ გეტყვი და ვერც ქიმიური ელემენტებით რაღაცა მაგრამ თურმე შეიცავს ბაქტერიას რომელიც გადადის ძროხაზე და ძროხიდან კიდე რძეში რძე კიდე ხო იცით ყველაზე ვიტყვენ გამტარიანობაა ბაქტერიების მიმართ რომ ადამიანამდე მივიდეს და რომელიც ანუ ძალიან საშიში რა არაფრით რო არ შეიძლება და ორგანიზმიდან რო არ გადის ეხლა რა თაღმოაჩინეს ვერ ის ესეთი რაღაცეები უნდა შემოწმდეს. ან ეს ქათმის კვერცხი რო ამდენი რა ქვია ანტიბიოტიკებით და რაღაცა ვიტამინებით და რაღაცებით რო არიან, სადაც სკინტლს აჭმევენ, აბა კვერცხს ნატურალურს მოგცემენ შენა? კაი რა. აი დაილოცოს ჩემი იაპონკა. რო დაიყვირებს თუ არა, იგივე გაევარდება ხოლმე კვერცხი. რა ჯობია მაგას? ხო ხა რა თქმა უნდა, როდესაც ქალაქში ცხოვრობს, ახლა ქათამი ვერ ეყოლება ადამიანს იმის გამო, რომ ბინაში. მაგრამ არ იყიდოთ ხალხო ეს ვითომ ქართული. ქართული როა ხო ძალიან ბევრ შემთხვევაში ქართული პროდუქტი რო არის, არ ავყიდულობ. რა ვიცი, გინდა ცუდად გამიგეთ, გინდა კარგად. იმიტომ რომ რაღაცა ეჭვები მაქვს ხოლმე. აჰა, აიგეთ ყველაფერი. ერთხელ გავიარე და სწავლის პერიოდში რა და სამგორში? ალბათ ხო აბასად. სამარხო კვერცხი. ეწერა. ანუ აქეთ ჩვეულებრივი იდო. ჩვეულებრივი და აქეთ სამარხო იყო ოღონდ, აი როგორ არ ეცოდინებოდა რომ სამარხო იყო, თავისი ქათმის დადებული იყო. ეს არ იყო სამარხო, თეთრი. ეჭერი რო არ. ეს კითხე. ვერ ამოვიღე ხმა, ესე ვკითხე რომ მე ხოლო კარგად ახართ ხალყო სამარხო კვერცხია? დამიმტკიცა.
გავწყვიტ ახლა და წამოველი. ჯან თქვენ დაგეწოთ. აი მართლა ხუმრობა იქით იყოს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ქართული უფრო არ არის სანდო, უფრო არ არის შემოწმებული. რომ გამიწავიღო და ჩემ შულს ვაჭამო, ფეხები არ გაფშიკოს ოჯახის წევრმა. მგონია რომ საქართველოში ეს შემოწმების რაღაცა რა ვიცი 1000-ია იქ წყალი მოწმდება, იქ პროდუქტი მოწმდება, იქ ადამიანი მოწმდება, იქ რავი მუშახელი მოწმდება, იქ რა სიტუაცია ის მოწმდება. ეგენი მგონია რომ ნუ რამდენიმე თუ არ ჩავთვლი, მგონია რომ საერთოდ ტყუილად არსებობენ. საერთოდ ტყუილა. ესე 1000 ერთხელ გამონათდებიან რაღაცა. ისიც არ არის ანუ ხეხლა მეორე სიტუაცია, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა შესწევს იმისი ძალა და უნარი, რომ ეს ყველაფერი, რა ვიცი, ისინი ამბობენ, რომ სკინტლიო სხვა რაღაცისთვის მიგვაქვს, რა ვიცი, ისისთვის მიქონდეს, მაგრამ მიგვაქვს, სასულქათო. ხო და ნახე, ეხლა რა ხდება, არ არის, არც ეგ არაა გამორიცხული, რომ ვიღაცას აქვს იმისი ძალა, უნარი, შესაძლებლობა, რომ გააშაოს ეს კომპანიები, ეს რძის, არც ეგ არ არის, მე იმას ამბობ, ვაიმე როგორ აჭავ. კოკი! ვაიმე აქამდე სადიხავი? ბიჭო მგონია რომ ეკა ნერვოზი გამიჩინა. რაღაცი ხარ შენ სკინტლებს აუყრი. ისე რომ დავაგროვო. რომელიმე სოფლის ნობათი არ წაიღებს? იმას სკინტლებს. ანუ ეგეც არაა გამორიცხული, რომ ვიღაცას აქვს იმის უნარი, რომელიღაცა ძალიან დიდ პიროვნებას, რომ გააშაოს ესენი, იმიტომ რომ ახლა თვითონ მოვა რაღაცა ახალი სოფლის პროდუქტით, ბებოს მაწონით ან რაღაცა პაპას მოყანილი არ ვიცი. ფაქტია რომ კაი დღე არა. მე მაგალითად აი ეს ნუ ხო ალბათ ბევრ შეგხვედრიათ და რავი ძალიან იმედი მაქვს რომ ეგეთი რამე საქართველოში არ ხდება, მაგრამ მაინც. რომდეს გინახიათ გავხდა გაუბედურებულ ქათბებს, რომ რაღაცა ხორცის შემცველი კი არ არის, ხორცს აქვს უკვე შეცული ისა. ნახე რა ბაგრათა ვთქვი. რაღაცა პროდუქტი ხო არის, რაღაცა ნაერთები, რომელიც ხორცს გავს ვიზუალურად, მაგითაც აკეთები ხოლმე, გინახიათ ვეგეტარიანული სტეიკი. ხო და ანუ როგორც აი შპრიცით ესეთი რკინის ესეთი ტარი აქვს და კუნთებში, ბარკლებში, მკერდში, ფერდებში უშვებენ ამას და ქათა მიბერებ ივსება რა, კაი ნაჭამი დედალა არის. რამდენს გინახიათ? მე მინახია. მე ისიც მინახია ფარში როგორ კეთდება. ძალიან მიყვარს ხორცი, უზომოდ მიყვარს ხორცი, მაგრამ გადი გავარდი 29 ცალი ყივის რა წააწყვიტე რომელიმეს თავი. აი გარეჯობია? ჯობია. აი სინამდვილეში რა. აი ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ ბაზარში. ო, თქვენი 90% ხო დადის ბაზარში. და აი დახლები ლამაზად და ესე ჩამწკრივებულები, თუნდაც კვერცხი, თუნდაც ნიორი, თუნდაც ხახვი. აი ესე ლამაზად რო შეხედავ და თუნდაც ხორცი, თუნდაც ქათამი, ყველაფერი. აი მართლა ლამაზი როა და გვერდზე ზის ბაბუშკა. ჩამოსული სოფლიდან ერთ მამალს რო წააწყვიტა, კისერზე დვერო კიდია და იქ საკუთარი ხახვი რო აქვს რაღაცა ფოჩებში არეული, ნიორიც მსგავსად და რაღაცა აქვს. რომელს იყიდით? ძალიან ბევრჯერ კვერცხიც კი. აი ძალიან ბევრჯერ მიყიდია, იმიტომ კი არა შეიძლება არც გიყოს ხო 5 ხახვი რო უდევს და წახვიდე და კიდე იმისგან უფრო მიყიდე. ის მამალიც, ის ქათამიც, ის ყველაფერი. მე ისიც მინახია რომ რამდენიმე რაღაცა ედო ასე თავისი სახლიდან წამოღებული და დილნას აღამომდე იჯდა.
რომ გაეყიდა და სახლში წასულიყო. სასწავლებლის პერიოდში სამგორში ძალიან ხშირად ვიყავი ხოლმე, რომ იქ რჩებოდი ხოლმე. ჩვენ ნაცნობ ბაბოს დეიდაშვილთან ერთად რჩებოდი ხოლმე რა, დებივით დაზრდილები და ანუ ყოველ დღე მე ეს ბაზრის ტერიტორია უნდა ამევლო და ჩამევლო და ამ ბაბუშკას ხშირად არა, მაგრამ ანუ როდესაც ჩამოდიოდა ეთყობა რომელიმე სოფლიდან, იმ ერთადერთ ადგილას იყო ხოლმე. ალბათ დაიღუპებოდა, საკმაოდ მოხუცი იყო და ძალიან მომწყოდა ხოლმე. რომ უყურებდი ძალიან საყვარელი იყო ხოლმე, ძალიან საყვარელი. და ჩამოჰქონდა ძალიან მინიმალური რაღაცა გასაყიდა. შეიძლება მარტო ცხოვრობდა, შეიძლება ეს ერთი მუჭა რაღაცას მოიტანდა რომ გაეყიდა და ანუ რომ დილით სასწავლებელში წავს სულ ვარ და სადღაც 6-ისთვის უკან ბრუნდებოდი ხოლმე ის ბაბუშკა ისევ იქ იყო და შეიძლება არაფერი არ ქონოდა გაყიდული და ერთხელ ასე რომ მივდიოდი ხოლმე თან მე უნდა აქეთ ხარეს ჩამევლო და ბაბუ აქეთ იდგა ხოლმე და აი ის რომ მენახა ხოლმე სპეციალურად აქეთ ხარეს ჩავდიოდი და რომ ნახავდი მე გადავდიოდი გზაზე და ერთხელ ეგეთი მომენტი იყო არ ვიცი ალბათ იმის ოჯახი რა ვიცი მერთმა გაახაროს აი ესეთ ელემენტარულ თითქოს რაღაცაში არის მთელი ცხოვრება, სიკეთე და ყველაფერი. აი მერთმა მომენტმა შეიძლება შენ ცხოვრებაში აი პატარა რაღაცა შეცვალოს, უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, მადლისკენ და რაღაცა შუახნის ადამიანმა რა არც კი ისე ამოიარა ალბათ 40-45 წლის ადამიანმა და აი ყველაფერი იყიდა. ალბათ რაღაცა 3 ხახვი, 5 კვერცხი და ესეთები იყიდა. შეიძლება იმას იმ მომენტში მართლა არ უნდოდა, მაგრამ ბაბო რა ღირსო ესეო, ეს ისეო, თან რაღაცნაირად კანკალით და ტირელის ხმით ლაპარაკობდა და ყველაფერი იყიდა. და გაუშვა სახლში. შეიძლება იმას მართლა არ უნდოდა ის არაფერი. რაღაცები რო იყიდა, ნიორი იყო თუ რაღაცა რომელიც რჩებოდა რა. და ალბათ არ წავიდო და ის სანამ იმასაც არ გაყიდდა და მომეციო ეგენით. და გაუშვა სახლში. მის მერე ძალიან კიდე ხშირად ხდებოდა ხოლმე და ანუ მე სასწავლებელი დავამთავრე და საკმაოდ მოხუცი იყო. და ძალიან საყვარელი ბაბუშკა კი იყო. ანუ მაგას ვამბობ რა. აღარ ეკცევა იმ სოფლის პროდუქტებს, ნამდვილ სოფლის ნობათები და ისინი არა, აი სოფლის პროდუქტი როა აღარ ეკცევა ყურადღება. ეგ კი არა, სოფლის რო იცი რომ სოფელში აი ამას ყავს ძროხა. ძალიან ბევრ შემთხვევაში დაფიქსირებულა ისეთი რაღაცა, რომ აი მე რო ძროხას მოვწველი და მაქვს სიტყვაზე 1 ლიტრა რძე და ანუ 1 ლიტრა რძეს შეურევ 1 ლიტრა ფხვნილისგან გაკეთებულ რძეს და იმას ვაწარმოებ, იმიტომ რომ რძე უფრო მეტია და ყველი გამოვა იქ რაღაცა. ანუ მეც რო მაიმუნობ რა, იმიტომ რომ ძროხა მყავს, მაგრამ რადგან ძროხა მყავს და ხალხმა იცის რომ ძროხა მყავს, იმას ვერ დაუშვებენ რომ მე ფხვნილსაც ვურევ ამას. ასეც ხდება. ძარღვი გვაქვს ბოლომდე ჩაწყვეტილი. მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრი აღარ არის ბევრი. აღარ აყავ ხალხს საქონელი. აი ხა მე რო ბავშვი ვიყავი და მე რო მახსოვს რომ ნახირი რომ მოდიოდა და მთელი გზაზე აი ეს რა მაგარი პერიოდი იყო ხოლმე. აი ეს ამდენი ძროხა და ყველა თავის ჭიშკართან რომ მიდიოდა ხოლმე და რაღაც აი სისულელი აი უბრალოდ გაგიკვირდებოდა რომ შენ ძროხა არ ყავს, ანუ ოჯახს რო ძროხა არ ყოლოდა. ეხლა ძალიან ძნელია ძროხის შენახვა. ანუ აი ჩვენც ყავდა. გეფიცები აი რამდენჯერმე მიფიქრე რომ ვიყიდით. მოდი ვიყიდოთ და რაღაც. მაგრამ ძროხაი სუდაბმული ვერ გეყოლება ხო გომში. ნახირი არ არსებობს. იმიტომ რომ აღარ აყავ ხალხს ძროხა და ესე ალაგ-ალაგ და ზოგი გამოუშვებენ იაროს. მერე ზოგი კარგავს დაწერენ ხოლმე მარტყოფის ჯგუფში რომ ესე რაღაცა. მერე ზოგი სხვის ბაღში გადადის რაღაცებს უფუჭებს. ანუ ესე ვერ თუ ყავ და მიხედო. მე მაგაზე შემთავს უთანხმდე. არ უნდა გაუშვა, არ უნდა ეძებო, არ უნდა გაუფუჭოს შენმა ძროხამ ვიღაცას ბაღი, ბოსტანი და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ხშირია. ძროხები კი კენგუროები დადიოდნენ, შარშან გაგიჟებული იყო ხალხი, ზაბორებს უტყრებდნენ და გადადიოდნენ. მაგრამ აი რატო ხდება ძვირი, ხა ჩვენთვის ძვირი. არა მაქვს ადგილი რომ გამოვიყვანო და დავაბა.
არა მაქვს ადგილი რომ გამოვიყვანო და ბალახზე დავაბა თუნდაც ანუ არ არსებობს ეგეთი ადგილი და ხდება ესეთი რაღაცა რომ ძროხას მე ვინახავ ის კი არ მინახავს რა ანუ ძემაწოს რომ მომწეს და რაღაცა რა ჯობია მაგას ჩემ შვილებს უზომოდ უყვართ რძეც კაკაოც მაწონიც ხაჭ ყველაფერი ხშირად ვერ ვყიდულობ იმიტომ რომ ჯერ ის რომ არ არის გარშემო რო იცოდე რომ ეს რაღაცა ყველიაგე ლაშავემაც მოიტანა რაღაცა და აი ჩემ თანამშრომელს რომ ვიცი რომ რაღაცა უძვირფასესად ერთ წვეთს არ უშვება არაფერს ყავცა ქონელი და რაღაცა მისგან მოვიტანე და სანამ იქვიქნები მისგან მოვიტანე ხო ანუ მე არ უნდა ვყიდულობდე წესით იმიტომ რომ ჩემ შვილებს უყვართ და მეც შემძლევს და ლაშასაც უყვარს ეგეთი რაღაცები რომ მივხედოთ მაგრამ ვერ მივხედავ აი ხა რომ გადავდივარ ბაღში და იმდენი ბალახი ეგ რო იყოს სიტყვაზე შენი კიდე კაი იმიტომ რომ გადაიყვან ერთი დღე ერთ ადგილას იქნება ძროხა და მეორე დღე ანუ ზაფხულში შენ არ მოგიწევს რომ აჭამო რა თვითონ შეჭამს ბალახ შეჭამს დააბავ გადმოაბავ და ასე შემდეგ და წარმოიდგინე ხა რო არა გაქვს ეგეთი ადგილი უნდა აჭამო მთელი დღის მანძილზე უნდა ძროხა კიდე ის არ არის რომ ერთი ნაჭერი პური მიუგდო თუ გინდა რომ მოგცეს რამე შენც უნდა აჭამო და ყვებო და შეუწყო ხელი აღარ არის მაგრამ ძალიან კარგი იქნება რომ ხალხი მიხვდეს რომ დრო არის უკვე ის რომ ყველა მყავდეს ყველა იყოლიოს როგორ უნდა იყოლიან აბსიგზეში ლაკებით ხო დაუხიეს ძროხას ცური მოწველა არ უნდა საწყალ ძროხას იმით იქნება ბეტად ინსაისებს ხოლმე არა ხუმრობა იქით იყოს და ახლა ძროხა რომელი არის რომ კაკანეებს ანუ ეგეთი თაობა არ შემიძლია მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი ესეთი თაობა რომლებსაც უზომოდ უყვართ ეგეთი რაღაცები ძალიან უხარული ვიქნები რომ დაუბრუნდეს ხალხი ამ ყველაფერს ვერ დაუბრუნდება იმიტომ რომ სადაც რამე ვისა ძოვარი ქონდა რაღაცა ეხა ის პერიოდია ეს წლები არის მარტყოფში მიწები იყიდება არ ვიცი აი ეს ადგილი რომ ჩვენი იყოს აუცილებლად ვიყოლიებდი ამ ხელა მიწა მაქვს სულ აი ორი კათაბი რომ ყავს გაშვებული იქ ძროხაც რა უნდა არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება რა ფაქტი არის რომ რა ვიცი რა პროდუქტს უნდა ენდო რომელი უნდა იყიდო აი ეს რეკლამები რო არის ეს ძროხას ვერ ლაპარაკებდა ხან მე იმ დროიდან ვერ არიან ესენი მეთქი ვამბობდი ისაო და მოვიწყდა რა რომ სოფლის ნობადისა იყოს ავარაუდოდ რეკლამას რო იღებ ქართველები მაინც გადაიღე დელოზე რო არის გაშეს მე წავედი ხლა რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და მოვალ საჭმელი მაქვს ლობიო გავაკეთე ხო და რაღაცა იქნება კიდე ესე რა ხალხნებო ხლა იმ ყველაფერს მოვალაგებ ქალივით ეს ნაგავია ლიანა იყო და მე უზომოდ მიყვარს მწარე შოკოლადი მაგრად მიყვარს და ეს არის სამართლო მწარე შავი შოკოლადი და ეგრევე გავიქნიე ყბაში კაი იყო ვაფლები და ეს არის პავიდლოს ის უყარს ისეთი გემო არა მახსოვს პაპა მაძლევდა ხოლმე ანუ ხო არის პავიდლოვანი კანფეტები როა და ის ძალიან ცოტა გრძელი იყო ხოლმე და მიყვარდა ის როგორ ჭამეცი ესე რომ მოხსნიდი ამ პარკსვე შემოვახვევდი ხოლმე ქაღალდზე დაბლა ნახევარს და ესე მეჭირა ხოლმე იმას ჭამდი ხოლმე აუ ძალიან მაგარი იყო ხო ეს ვიზუალურად თვითონ მისინია მაგრამ გემოთი აღარ ასე რომ წავედი ხალხნებო გიტოვებთ სკინტლიან ვიდეოს აბა ხედა აბა ხო მომავალ ვიდეომდე დაგებშტობებით ხელი მიფხარე ფული იცსა რა აბა გავიხედო ეთქარეთ წვალ მოვალ
რაღაცა ხელი მეფხარება ხალხი. მე მგონი მართლა ფული იცის. არა და ფული კი იცის, მაგრამ უნდა დღეს ეკვისა წავიღო. დროებით